ყველაფერი დიდებულია. შესანიშნავი ხარ სელენ, სასტუმროს რეკლამა შესანიშნავია. ამ დღეს გაუმკლავდებით და ხელშეკრულების დადება დაგვრჩება. ცხადია ერთდროულად ორ კომპანიაში მუშაობ, მაგრამ იქნებ შეეშვა სერკანის კომპანიაში მუშაობას. მოდიან. როგორ გძანდებით? მადლობა თქვენ. მოგესალმებით, კეთილი იყოს. კეთილი იყოს, გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა, სერკან, ჩემო სიცოცხლე. მე წავალ თქვენის ნებართვით. კეთილი იყოს ზედა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაც. ამ საღამოს ხელს მოვაწერთ. გვინდა რომ შენი მუშაო პროექტზე. მე, როგორ? ბატონო სერკან შეძლებს თუ არა? ცხადია შეძლებს. და ხომ ძალიან ნიჭიერი და ძალიან ძლიერი ქალია. ყველაფრის გაკეთება შეძლებს. მაშინ ცერემონიის მერე ხელმოსაწერად დაგელოდებით. შენიერია. ოღონდ სელენზე უნდა დაველაპარაკო 10 წუთით. ამიტომ ცოტა მოცდა მოგიწევთ. მინდა რომ იახტაზე დაგპატიჟოთ აღსანიშნად. კარგი, მაგრამ ადრე წავალთ, იმიტომ რომ საღამოს ლონდონში ბრუნდებით. დიახ, გასაგებია. ხომიცით ბევრი ვიშრომეთ ამ პროექტისთვის ლონდონში. ამიტომ ეს მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია Art Life-ისთვის. ჯილდოს მიიღებთ და ხელის მოსაწერად მოდით. კარგი, დროებით. შეხვედრამდე, შეხვედრამდე. რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი? უბრალოდ მნიშვნელოვანი თემაა. გთხოვ სელენ. ფერითი. ფერით. შენთან დალაპარაკება მინდოდა. იმ მიწასთან დაკავშირებით. წამოდი. იმასთან დაკავშირებით, რომ ფერითი ჰოლდინგში მუშაობს? არა მარტო ეგ. იმის შესახებ თუ როგორ მოქმედებენ შენი გადაწყვეტილებები ჩემს ცხოვრებაზე. მინდა პირდაპირ დაგელაპარაკო. კარგი. მაშინ ცერემონიის მერე გნახავ. კარგი. იქ წავალ. პიჯაკი სათვალე. სათვალე ზედმეტია? ნუ სულელობ მელო. გამომართვი. კარგი. სეიფი. სად ხარ სეიფი? არა სეიფის არ დაველოდები. სადღაც აქ მაგიდა დგას. მოიცადე შვილო, მოიცადე. მოდი ეს მაგიდა გამოიყენე. ნერვულობა არ გინდა. მართლა დიდი მადლობა. არაფრის. ფიქრობ ჯობს იყო ის, ვინც ხარ. როგორ? იყავი ის, ვინც ხარ. ფილტრში ნუ გაატარებ. ბუნებრივი იყავი. იყავი საკუთარი თავი. მე ასე მოვეწყო სამსახურში. ასე მოიქეცი, როცა დასაქმდი? არა ძირფასო ასე არა. მამა ჩემი დაეხმარა ბატონ ენგის. ისე ამიყვანა სამსახურში. ისე ძალიან დამეხმარა, რომ ვერ მაგდებენ. რეკავს, ვიწყებთ. კარგი დამშვიდი. კარგად გამოვაყურები, როგორია ლამაზია, კარგია ხო? გაიწიე რომ არ ჩანდე. ფრთა. კარგი. მოგესალმებით. გამარჯობა ქალბატონო მელეკ. მოგესალმებით. წარმატებულ დღეს გისურვებთ. დაწვრილებით შევისწავლეთ თქვენი რეზიუმე. სინამდვილეში ბევრად გამოცდილ კადრს ვეძებთ, მაგრამ მაშინ ყველაფერს თავიდან გეტყვით. ჩემგან არ გამოვა გაყიდვების დირექტორი. იმიტომ რომ ჩვეულებრივ მე მომსახურე პერსონალი ვიყავი. ყიდიდი. მაგრამ გაყიდვების დირექტორი ვერ გახდები ამის გარეშე, ხომ ასეა? სინამდვილეში ბევრი რამ გამეყიდია. მესმის. მაგრამ თქვენს რეზიუმეში ჩანს, რომ ხშირად იცვლიდით სამუშაო ადგილს. უფრო სტაბილური, ეგ იმიტომ, რომ პერიოდი მაქვს ასეთი. საკუთარ თავს ვეძებ. ანუ, ვიპოვე. ხო, ვიპოვე საკუთარი თავი. დამეყენეთ ერთ ადგილას, მოდით 3 დღეში და ისევ აკვიდგები. დინამიური ვარ. გასაგებია. როგორც უკვე გითხარით, უფრო გამოცდილი კადრი გჭირდება. მადლობა რომ მოგმართეთ, წარმატებული დღე. მაგრამ მოესმინა მაინც. დაივიწყე. მელო. გული არ დაგწყდეს შვილო. როგორ არ დამწყდეს და უაიფე. ცხოვრებაში რამდენჯერ გვეძლევა მსგავსი შანსი. მთელი ცხოვრება ვინანებ ამას ვიტრინის წმენდისას. ისინიც რა აუტანლები არიან. ჯერ არაფერი გადაუწყვეტავთ და უფრო გამოცდილს ვეძებთო. არ ვიცი, მაშინ არ დარეკო, არ დაელაპარაკო.
ღმერთო ჩემო. ეგ ჩემს გამოა. ცხოვრებაში პირველად დამოგვიანდა. ჩემს გამო გაგეფანტათ გონება. ნუ აზვიადებ სეიფი. გასაგები იყო რომ არ გამოვიდოდა. როცა ვამბობ დამნაშავე ვარ. არ იღელვო მელო. შესანიშნავ სამსახურს გიპოვით. არა, ის მართალია. მე არ მაქვს ფილტრი. არაც აქ მაქვს, ის აქ მაქვს. არა, ჯერ უნდა აწონდაწონო. დაფიქრდე, ვის რას ელაპარაკები, მაგრამ არა, დაფიქრდი. მელო, ძვირფასო, ცოტა ხანს მარტო დარჩეს და წავიდეთ დავაიფერ. ფილტრი არ აქვს, არ აქვს. ნუ გაგვაგებინებ შენ საზრებს, კარგი? არც მე არ მაქვს ფილტრი, რომ მქონოდა სხვანაირად ვიქნებოდი. რა ფილტრია ასეთი? ლოგიკის ფილტრი. გინდა ჩემგან რამე? არა. შენი წყალობით ყველაფერი რიგზეა. მადლობა. მაშინ თავს დაგანებებ. წარმატებები. კარგი. ბატონო სერგან, გთხოვთ. მიდი. ოჩახ. ნუ მეყურებ ასე. ახლა მეც იგივეს უგრძნობ, რასაც თქვენ, როცა გარბი ხართ და პირველები ვერ აღწევთ. თანაც მე არ ვარ სადუღეცხენი. თავიდანვე წაგებული ვარ. სამსახურის გამო გული არ უნდა დაგწყდეს. არ უნდა მოიწყინო შულო. შენ უნდა ზდიო შესაძლებლობებს, რომლებიც გეძლევა. თქვენც ნახეთ როგორ შევწყვი. ნუ ფიქრობ ამაზე. დავიდან ყველამ გავიარეთ ეს გზა. თანაც მეუთვლე რომ ადამიანი იმსახურებს შანსს საკუთარი თავი რომ გამოაჩინოს. არ ვიცი როდის გამომიჩნდება შანსი. გამუდმებით ნერვიულობ, არც კი ვიცი რას ვამბობ. ძალიან მომეწონე. მომღიმარი ხარ. სინათლეს რომელსაც ასხივებს სულ სხვა არის. არ ვიცი კარიერასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს, მაგრამ თუ დაფიქრდები ჰოლდინგში ასისტენტის პოზიცია გვაქვს. მართლა? დიახ. არ ხუმრობთ ხომ? ალტეკიმბიძია. დიდი მადლობა ალტეკიმბიძია. მაპატიეთ, მოულოდნელად შეგეხუტეთ. არაფერია. დიდი მადლობა. გეფიცებით მსგავს არაფერს გავაკეთებ ჰოლდინგში. პირდებით რომ პროფესიონალურად მოვიქცევი. ისე ვიმუშავებ რომ თქვენც კი გაგიკვირდებათ. თანაც ჩემი დაკალისმელმა მთილად ითვლებით. ამიტომ ახლობლები ვართ ხომ ასეა? წამოდი, მაგიდას დაუბრუნდეთ, გველოდებიან. კარგი. ძვირფასო სტუმრებო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო თქვენ ყველას, რომ ამ ჯილდოს ღირსად ჩამთვალეთ. მაგრამ ვიტყვი რომ ჯილდოს ვერ ავიღებდი ჩემი კოლეგები რომ არ ყოფილიყვნენ. ამიტომ მათ ვუხდი მადლობას. მინდა ცოტა არტ-ლაიფზე მოგიყვეთ. სანამ თავს მოგაწყენთ, ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. გისმენ კან. ფერიც ურეკავ, დაკავებულია. არა, სელენ, შენ გირეკავ. ხიარულება დაიწყო, შენ კი არ შემოწყობინა. რომელი მხიარულება? მანდ პრესა არ არის? არიან. პაპარაცები რას აკეთებენ აქ, ამჯერად რა ჩაიდინე? სელენ, სტამბოლიდან რა უნდა ჩამედინა? უბრალოდ მინდოდა მეგობრულად გამეფრთხილებინათ. სერგან ბოლათის საქორწინო ხელშეკრულება, სოციქსელების მთავარ თემად იქცა. ასეთი სათაურით. დიდი სკანდალი. თუ დაშორდებიან, $1 მილიონ მოსთხოვს გოგოს. მართალია? ნახვამდის კან. ახლავე გაგზავნეთ დაცვას შესასვლელთან, ახლავე. თქვენ იცით რომ იაპონიაში დიდი პროექტი გვაქვს. უნდა წამოხვიდე, დიდი პრობლემა გვაქვს. რა მოხდა? პაპარაცები მოდიან აქ. დაცვა ვერ შეაკავებს, იმიტომ რომ პრესაც დაპატიჟებულია. მოვიდნენ, რა მოხდა? რამე მოხდა? საშინელი ჭორებია შენზე და სერგანზე. თითქოს სერგანთან მისი ფულის გამო ხარ. სერგანმა ეს იცის და ამიტომ მოაწერა ამ ხელშეკრულებაზე ხელი. რა? რა სისულელეა? რა ხდება დაო? ერთი წუთი რა წერია? როცა აიდას მოუნდება, მაშინ უყიდის სერგანი მრავალ წერტილი ბრილიანტებს. რა სისულელეა?
ერთი წუთი ეს პუნქტი შოკოლადზე იყო. შოკოლადზე იყო. ეს სერკანის გასაბრაზებლად შევწერე. მართლა არ არის ბრილიანტები. ფულზე არ არის ლაპარაკი. რაში მჭირდება ფული? ამაზე ლაპარაკიც კი მწვენია. Konuşmak bile çok kırıcı şu an. Tamam. კარგი. Eda მინდა მათთან გაყვიდე და დაელაპარაკო. ნუ სულელობ სელიმ. მე რა გამეგება ამაში? არ შეიძლება. ედა ამაზე დროს ვერ დავკარგავთ. მნიშვნელოვანი ჯილდო უნდა მიიღოს და მნიშვნელოვან საბუთს მოაწერს ხელს. ამაზე ვერ დაკარგავს დროს. გაგიჟდება. ვერ გადაიტანს, მაგრამ ჩვენ რა ვქნა სელიმ? ერთადერთი ედას გამოსვლა და ლაპარაკი უშველის. ადამიანი სჭირდება, ვისთანაც დიალოგი გაიმართება. შენ გახვალ უარყოფ, იტყვი რომ სერკანმა არაფერი იცოდა. ბოდიში მოიხადე, არ ვიცი, გააკეთე რამე. მე გავუშვებ მათ. პირდები, მაგრამ ეს ტყუილია მეთქი. ეს არ ყოფილა ბრილიანტებზე, შოკოლადზე იყო. სერკანმა რომ არ მოინდომოს, პაპარაცებს გაურბის, რომ მკითხოს რატომ გავაკეთე? ედა მართალია სელიმ, გლებს ვერ მეუგდებთ. მისგან იმას ითხოვთ, რაც არასდროს გაუკეთებია. რა ვქნათ? დიახ, მაგრამ მათ ედაც ნახვა უნდათ. ედა უნდა გავიდეს და უთხრას რამე. ედა ცოტათი მაინც თუ გვაფასებ, გადი და დაელაპარაკე. დანარჩენს მე მოაგვარებ. ედა არ ხარ ვალდებული. არ წახვიდე, არ გინდა. წამოდი მე და შენ წავიდეთ. როცა იძაბები, გული მიგდის. მათ წინაშე რომ წაგევიდეს გული, დაივიწყე. ედა, ცოტათი მაინც თუ გვაფასებ, გადი და დაელაპარაკე. დანარჩენს მე მოაგვარებ. მადლობა. ამიერიდან ვეღარაფერს აუხსნა პრესას შენზე. ამიტომ ესე მოიქცევი როგორც ჩემი სასოლე. ეს შენს გამო მოხდა. შენ შემარცხვინე და შენვე გამოასწორებ. თქვენ აქ დამელოდეთ. Lay gifts of love down at your feet. Come take my hand and you will see a little bit of romance in every little moment. Good as gold. Trade you all my money for your gold. Worship you 'cause honey you're like gold. You be my queen, worth your weight in gold. You're good as gold. Everyone wants a love that shines, but such a treasure's hard to find. More precious than a diamond, my girl. I'll cherish you if you be mine. ზღვარამ დავინახე მანქანაში ვთქვი. ნეტა მოეცურა ნავს. ვინმე ხელი ჩაეკიდა და შორს ზღვაში გავეყვანე. ვის უნდა ჩაეკიდა ხელი? Worship you 'cause honey you're like gold. You be my queen, worth your weight in gold. Copper, silver, emerald, jade, all those things I'd surely trade. Give them all away to make you mine. Gold. Trade you all my money for your gold. Worship you 'cause honey you're like gold. You be my queen, worth your weight in gold. You're good as gold. Copper, silver, emerald, jade, all those things I'd surely trade. Give them all away to make you mine. Gold. Trade you all my money for your gold. Worship you 'cause honey you're like gold. You be my queen, worth your weight in gold. You're good as gold.
მადლობა პაპარაცებისგან რომ მიხსენი. არაფერია. სელინი სალაპარაკოდ გელოდებოდა. დაევიწყე. მერე ვილაპარაკებთ. ჯილდოც თვითონ ვერ წამოიღე. სავალდებულო არ იყო. მისმინენო ცდილობისა მოიქცე რომ თავი კარგად ვიგრძნო. ვიცი როგორი მნიშვნელოვანი იყო შენთვის. ჩემი ბრალია. შენი ბრალი კი არა? შენს გამო გავაკეთე. ჩემს გამო გინდოდა პაპარაცებთან გასვლა და ტყუილის თქმა. შენ საიდან იცი? ენგენი შემოვიდა და ყველაფერი მან მითხრა. გასაგებია. მადლობა სარკამბოლად. მადლობა შენ, ედა ილდის. მოვასწრებთ? დროზე მივალთ. სხვათა შორის ბატონ ბიროლს თუ ელაპარაკეთ. დაველაპარაკე, მე დაველაპარაკე. უთხარი რომ შეყვარებულები არიან და უნდა გავუგოთ. ახალგაზრდები არიან, ადგნენ და წავიდნენ. მათ გაგვიგეს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და მოგცეს. მადლობა ღმერთს, მაგარი ხარ. სელენ რა ჩაიდინე. უცებ ყველა პაპარაცი დაშალე და გამოგვიყვანა იქიდან. გადაგვარჩინე. გიფიცები ძალიან მაგარი ხარ. მაგრამ ედენ ამდენად დაკარგავდა იქ გონებას. მეც კი მაკანკალებს ახლა ნერვიულობისგან. თუ ინერვიული შეგიძლია მხარზე თავი დამადო. არა, მადლობა. როგორი რომანტიული ადამიანია სერკანი. თეთრცხანზე ამხედრებული პრინციპით მოვიდა და ედა გადაარჩინა. სელენ, შენ არაფერს იტყვი? ცდილობ გავიგო როგორ ჩაუვარდათ ხელშეკრულება ხელში. მაგას შეეში. სელენს გაახსენდა რომ ოფისში ჩვენს კარადებსაც კი ათვალიერებდნენ ჟურნალისტების გამო. მას მერე მსგავს არაფერს აღარ ვიყენებთ. კარგი, მაგრამ სერკანის სახლის სანაგვეურნიდან ხომ არა მოიღებდნენ. ეგ თუ გააკეთეს, მაშინ სიტყვები არ ყოფნის. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება არ იღავო. ასეთი რამ როგორ მოხდა სელენ? როგორ მოხდა ასეთი საბუთი მათ ხელში? ისმინე ახლა რა უნდა გაიგო? ეს ვინ გააკეთა? არ იღავო, დაველაპარაკები ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა დაწერა ეს ამბავი. იმედია. დასვენებაც მორჩა. ჩემთვის დასვენება იყო. დიახ. ასე განვახორციელეთ ჩვენი პირველი სამუშაო დასვენება. პირველი და უკანასკნელი როგორც ჩანს. მართალია. დაიწყო. რა ლამაზია რა? აი ნახე, იქიდან ჩამოვარდა. მერე სერკანმა პაპარაცებისგან იხსნა ედა. იახტაზე ავიდნენ და წავიდნენ. გადაარჩინა მოკლედ. ვერ ვიჯერებ. სერკანს გათიშული აქვს ტელეფონი. გეუბნები გოგონი დღეს არიან ხვალ არა. არ გაქვთ იმის საჭიროება კაცი რომ მოვიდეს და გადაგარჩინოთ. კარგად ჩაიბეჭდეთ ეგ თავში. თუმცა ეგ თავიც არ გაქვთ. რა იყო? მელოს სად არის? შენ რა არიცი? მელო დილას ადგა, იმიტომ რომ ამიერი და საქმიანი გოგოა. ბრავო. ეგ როგორ? მუშაობა დაიწყო? თქვენ რა, ერთ სახლში არ ცხოვრობთ? არ ცხოვრობენ საყვარელო. ჰოლდინგში დაიწყო მუშაობა. როგორ მოიგო ბატონი ალთექინის გული? მელომ ჰოლდინგში დაიწყო მუშაობა. დიახ, გილოცავე და მელომ ჰოლდინგში დაიწყო მუშაობა.
ორი დღით წავედი ანტალიაში, აქ კი რა მომხდარა? იყურები მოვიდა თუ არა სერქანი? არ მოსულა, თან ტელეფონიც გათიშული აქვს. დაურეკე. ენგინ, ბატონო ენგინ, გადმოგირეკავთ ერთი წუთი. მადლობა. რა მოხდა? კარგად ხარ? კი, კარგად. უბედური შემთხვევა მოხდა. შენებლობაზე გაგეცათ რამე? არა ძერბასო ასეთი რამ არ ყოფილა. აბა რა მოხდა? ღამე ვერ დავიძინე. გადავწყვიტე თაფლიანი რძედამელია, შუქიც არამეთია. ნეკატიტი დავარტყი და მოვიტეხე. ნეკატიტი? ნეკატიტის გამო არ დადიხართ? აქ საყურადღებო კი არა, თაფლიანი რძეა. რა თაფლიანი რძე ბატონო ენგი? თაფლიანი რძე. დიახ, მოკლედ მეგობრებო, რამდენიმე კვირა თქვენი დახმარება დამჭირდება. ცხადია დაგეხმარებით, მაგრამ ჯობდა ჩემთვის გეთქვა, სახლში გამოგივლიდი. ვიცი, მაგრამ არ ღირდა. მე მოვაგვარე. წამოდი. კარგად ხარ? კი, კარგად. სიგნალის მერე დატოვეთ ხმოვანი შეტყობინება. ბატონო სერკან, მოგესალმებით. მოდიხართ თუ არა? თხოვთ მოყვიდეთ და არ მოდიხართ. თხოვთ არ მოყვიდეთ და მოდიხართ. ასე არ შეიძლება. ასე არ გამოვა. ამიტომ ახლა სამსახურში მივდივარ, ჩემით მარტო მივდივარ. არ გაბედო აქ მოსვლა. იქ შევხვდებით. ლომი ხარ, ლომი. შეხვედრამდე. დილამშვიდობის. ბატონი სერკანი სად არის? დილამშვიდობის ედა. რა დაგემართა ფეხზე? არაფერია. უბედური შემთხვევა. დაივიწყე. შენ რა არიცი? რა არ ვიცი. ის რომ დღეს სერკანი არ მოვა. რატომ არ მოვა? ავად არის? ბატონი სერკანი ავად? ბატონი სერკანი გრიპით რომ დაავადდეს, ყველანი კარანტინში წავალთ. მაშინ რატომ არ მოვა? მითხარით. ეს ისე იდუმლოა, რომელიც წლებია ვერ ამოხსენე. ყოველ წელს 3 დღეს 19 აგვისტოს სერკანი სამსახურში არ მოდის. არც ერთმა ჩვენგანმა არის ეს მიზეზი. არ ჩენიცი? საქმე იმაშია, რომ დღეს სერკანი არ იქნება. და მეც კი არ ვიცი სად არის, ან რას ეკეთებს. Onun nerede olduğunu, ne yaptığını ben bile bilmiyorum. მაშინ ვინ იცის? სელინ მაიცის. შვენიერია. Erdem.
მოიტანეს უკვე. კარგია. მოიტანეს რა არის ეს? ეს საათია, რომელიც ბატონ სერქანს უდოდა. პულს, ნევას, ნაბიჯების რაოდენობას და სუნთქვასაც კი ზომავს. ბოლო მოდელია. საკუთარ სუნთქვასაც კი აკონტროლებს. ეს ხომ ბატონი სერქანია. ერდემს ვეტყვი გაასწოროს, სანამ ბატონი სერქანი მოვა. აი რას გეტყვი? გუნდი ახლა კლიენტებთან თათბირზეა. თუ გინდა შეგვიძლია ყავა დავლიოთ. შეიძლება დავლიოთ. არასიჩუმეა, როცა ბატონი სერქანი ოფისში არ არის, არა? შენი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამას დასვენებას ვეძახით. ბატონო ფიქრეთ? მოგესალმებით, კეთილი იყოს. მადლობა. ბატონი სერქანი არ არის? დილას დავურეკე რამდენჯერმე, მაგრამ ვერ დაუკავშირზე, ამიტომ მოვედი. დიახ, დღეს არ არის. დანარჩენები კლიენტებთან თათბირზე არიან, მაგრამ შემიძლია ენგინს ან ფირილს დაუძახო, რომ დაგეხმარონ. არა, ეს ძალიან პირადულია. ბატონი სერქანი თუ არ არის, მაგრამ თქვენ სერქანის საცოლე ხართ. შეიძლება ითქვას ოჯახის წევრი. შემიძლია თქვენ გაგიზიაროთ. ცხადია, შესანიშნავი იქნება თუ დაგეხმარებით. შემოგზადებით? გთხოვთ. ჩემი ცოლის დაბადების დღისთვის სწავლებას ვაწყობ. მის საყვარელ მომღერალს შეუთანხმდი. უწყვეტინა რომ ჩამოვიდეს. შესანიშნავად მოიფიქრეთ. ოღონდ პატარა პრობლემაა. რა პრობლემაა? არ მოინდომა იმ სასტუმროში დარჩენა, რომელსაც გეგმავდით. ამ დილით გამოაგზავნა იმ აქსესუარების ადგილისთვის, სადაც უნდა გავჩერდეთ. იქ უამრავი პუნქტია. ვნახოთ. არა. თვითონ აირჩია კარადის ზომა. ასეთი პარდები ჯერ კიდევ გამოდის? ავეჯი განათება, კედლების ფერი, კლიმატ კონტროლი. ბატონო ფიქრეთ, არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ რამდენი პუნქტია? აქ 120 პუნქტია. თქვენი ცოლის მეორე საყვარელ მომღერალს თუ დაურეკეთ? მისმენთ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მომღერალი ჩვენს სწავლებაზე გამოვიდეს. მოასწრებთ ამას. არ ვიცი, აქ 120 პუნქტია. ბატონ ენგის და ქალბატონ ფირილს დაველაპარაკები. დრო რამდენი გვაქვს? 24 საათი. 24 საათი? 120 პუნქტი ერთ დღეში? კარგი, დაველაპარაკები მათ. და პასუხს გეტყვით. რომ ახლა ჩემით არ გადავწყვიტო ყველაფერი. მალე დავბრუნდები. დღევანდელ ჩანაწერებს მოგცემ. შენ კი ქალბატონ ფიდას მისცემ, კარგი? კარგი, მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად იყავით, ქალბატონო სელინ. მადლობა. კარგად იყავით. გამარჯობა. გამარჯობა გოგოებო. კეთილი იყოს, ალთაკიმ ბიძია. სელენ. პატარა სიურპრიზი მაქვს. მართალია ცოტა გამოუცდელია, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. მოკლედ ასისტენტი გიპოვე. მე თვითონაც მოუგვარებდი ამას. მისმენე სელენ, შენ მითხარი რომ ხარდაჭერა გჭირდებოდა. თქო რომ ფერეთი გადმოსულიყო უარი არ მიდგამს. კითხვაც კი არ დამისვამს. ქალბატონ მელექს დიდი პოტენციალი აქვს. მინდა რომ დაეხმარო მას. კარგი, რადგან თქვენ გადაწყვეტეთ? აი ნახავ, საქმე გაგიოლდება. მელექ, მოდი აქ შვილო. ალთაკიმ ბიძია. მოდი შვილო. სელინი. დიახ. ედას მეგობარი მელეკი. სელინ. კეთილი იყოს მელეკ. დიახ, დიახ, დიახ. ძალიან სასიამოვნოა. ნიშნობაზე გავიცანით ერთმანეთი. დიახ. ცოტა ზღალა. ფიქრობ ძალიან კარგი გუნდი გავხდებით. ვილოცავ მელექ. მადლობა ალთაკიმ ბიძია. სელენ თათბირი როდის შევატაროთ? სადილის მერე წავალ არტ ლაიფში. იქნებ ხვალდილით ჩავატაროთ. შეიძლება. წარმატებები. დროებით. მადლობა. მაშინ დავიწყოთ. შეგიძლია ეს დოსიე ქალბატონ აიდანს წაუღო? ცხადია, კარგი. თან ნახავ და ჩემს ახალ სამსახურსაც ავღნიშნავთ.
დაგირეკავთ. როცა მოვჩები. ჩვენ რატომ არ დაგველაპარაკა? არ ვიცი, ალბათ შერცხვა რაღაც ეთხოვა ცოლის დაბადების დღის წვეულებისთვის. მე იმიტომ მეთქვა, რომ სერგანი არ არის. ბატონი ფიქრეთი არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ ამას ვერ მოვასწრებთ. რა უნდა ვქნათ? ბატონი ფიქრეთი, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლიენტია. თუ ვერ მოვასწრებთ, შევრცხვებით. ფიქრობ, ჯობს სიმართლე უთხრათ, უთხრათ, რომ ვერ მოვასწრებთ. კარგი, მაშინ მოდი ასე მოვიქცეთ დედა. რადგან შენ დაგელაპარაკა, შენ უნდა უთხრა მას. არის როა. მაშინ მე მოვალ თქვენთან და უხსნი რატომ არ გამავა. კარგი? Neden olmadığını, nasıl böyle olduğunu hepsini anlatacağım, tamam? მოხვალ ხო? ვირდები. კარგი, მაშინ მე წავალ და ვეტყვი. ბატონო ფიქრეთ, ძალიან განსაკუთრებული ადამიანი ხართ ჩვენი კომპანიისთვის, მაგრამ ახლა ჩვენებს დაველაპარაკე და ფიქრობთ, რომ ვერ მოვასწრებთ ამ ყველაფერს ასე მოკლე დროში. ბატონი ინგინი ახლა მოვა და ყველაფერს აგეხსნით. მესმის. შარშან ჩემს მაულას სერიოზული დაავადება ჰქონდა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, არავის ეუბნებოდით. წარსულს ჩაბარდეს. ის გაუნკლავდა, მაგრამ ძალიან რთული იყო. საღამოობით ქალბატონ სევდა სიმღერებს უსმენდით. და მე მას დავპირდი. უთხარი, რომ როცა ავადმყოფობას დაემარცხებდა, ქალბატონ სევდა შემოუყვანდი დაბადების დღეზე. მაშინ არ ვიცოდი ვნახავდით თუ არა ამ დღეებს. ამ დღეს სასწაულზე ვოცნებობდით. წარმოვიდგენდით ხოლმე, მაგრამ ქალბატონ სევდასგან რომ ამ ხელასია მივიღეთ, ცხადია თქვენის კარგად მესმის. გავაკეთებთ. მარტო ვერ დაგტოვებთ. დარწმუნებული ხართ? რადგან ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის, ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც შევძლებთ. გარდა ამისა, მთელი გუნდი გავაკეთებთ, რასაც შევძლებთ. ცდით. ქალბატონო ედა, ძალიან დიდი მადლობა. მე მაწყობს. ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ვიღებ. თუ ვერ მოვასწრებთ, ცდით მაინც. თქვენი მადლობელი ვარ. ამ სახლში დიდი ხანი არავის უცხოვრია. მისამართი წერია. გასაღებს მძღოლს გამოვათან. კარგი, ოპტიმისტები ვიყოთ. რატომ არ უნდა გამოგვივიდეს? კიდევ ერთხელ მადლობა. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. გავაკეთებთ. გავაკეთებთ. ეს ზუსტად ის არის, რაც ახლა მჭირდება. მადლობა. ვიცი და ამიტომაც მოვედი. დილამდე არ გძინებია, ხომ ასეა? მთელი ღამე პრესის წარმომადგენლებს ველაპარაკებოდი. ლამის მოვკვდით ხოვნით, რომ მე გამბავის სოციქსელებიდან გაეკროთ. მაგრამ ახლა მორჩა. კარგი, და სერგანს ჯერ არ მოუწერი არა ხელი? არა, მაგრამ მოუწევს. მისი ხელმოწერა სიმბოლურია. გუშინდელის მერე აღელვებულია. მე კი ვცდილობ გავიგო, ვინ შეატყობინა ამის შესახებ პრესას. ვახშამზე იყო სერგანი, ედა, ქალბატონი აიდანი, ქალბატონი აიფერი, შენ და მე. ფერით. ხო, ჩემო სიცოცხლე. შენ ხომ არ გითქვამს პრესისთვის? რა სამობს ელენი, მე რა ის ადამიანი ვარ, რომელიც პრესას ამ ამბავს ეტყოდა. არა, მაგრამ არავისთვის გითქვამს იმ ვახშამზე და ხელშეკრულებაზე, ხომ ასეა? მისმინე და ფიქრდი, კარგად გაიხსენე. საკმარისია თუ ახსენე კიდეც. მხოლოდ ქანს გავუგზავნე. ქან კარადახს გაუგზავნე? სელი, მე რა ვიცოდი პრესას თუ შეეტყობინებდა. მან მთხოვა გადამეგზავნა. ოდა მეც გავუგზავნე. ფერით რა ჩაიგდინე? როგორ გააკეთე ეს? ხომ იცი როგორ არ მოსწონს სერგანს შენ და ქანი კომპანიონები რომ ხართ? მომისმენე სელი, მე რა ვიცოდი. ფერით, არ უნდა განიხილავდე ქანთან იმას, რაც სერგანს ეხება. ჯერ კიდევ ვერ გაიგე ეს? ედა, როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? ბატონი სერგანი განრისხდება. ხომ ამბობდი, რომ აგრესიულად იქცევა, მაგრამ ახლა ნამდვილად ნახავ მის აგრესიას.
და ის ქცევა, რომელსაც შენ აგრესიულობას ეძახდი, მამბის ნაყინად მოგეჩვენება. ასე ნუ ამბობთ, უკვე დავთანხმდი. სალამი. აბა, სად არის ბატონი ფიქრეთი? წავიდა. ხედავ, რა ცუდად გამოგვივიდა. შენი უარის მერე მინდოდა ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ გამომრჩა. ვისთვის გინდოდა აგეხსნა? რა ხდება აქ ოფისში, რას აკეთებ? დღეს ხომ მისვენებ, რატომ მოხვედი? რატომ გაქვს დასვენების დღე? სად იყავი? ეს პირადულია თუ წინააღმდეგი არ ხარ. ენგინ, რა ხდება? მნიშვნელოვანი არაფერია, დაივიწყე. ბატონი სერქანის სახეს ვსწავლობ, რომ გავიგო დღეს ოფისში რატომ მოვიდა, მაგრამ ვერ ვიგებ. მიზეზს ვერ ხვდები. იმიტომ რომ პოლადის არის. პოლადის რობოტია, ნამდვილი რობოტი. არ მინდოდა ამის თქმა. რატომ მოვიდა ბატონი სერქანი ოფისში აქ 19 აგვისტოს? არა, მართლა არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ საინტერესოა. ვერაფრით ვერ ამიხსნია. მართლა გასაკვირია. ბატონო სერგან, მართლა გვაშინებთ, რატომ მოხვედით? მნიშვნელოვანი არაფერია. მიდით საქმეს დაუბრუნდით. სხვათა შორის წეღან ბატონი ფიქრეთი გავიდა, ხომ ასეა? დიახ, ვერ მომასარეთ. ბატონ ფიქრეთს უნდოდა, რომ ერთ დღეში შეგვესრულებინა საქმე, რომელსაც 2 კვირა სჭირდება. მაგრამ ქალბატონმა ედამ აუხსნა, რომ ვერ შევძლებდით. ედამ. კარგი და თქვენ რას აკეთებთ აქ? ჩემთვის მნიშვნელოვანი კლიენტი მოდის, თქვენ კი ასისტენტს გზავნით უარის სათქმელად, ხომ ასეა? ძმაო, ბატონმა ფიქრეთმა ედასთან მოისურვა საუბარი. თანაც მინდა შეგახსენო, რომ ის შენი ასისტენტია და შენი საცოლეა. ამიტომ ედას მოუწია ამის გაკეთება. მან უთხრა უარი. დიახ. მართლა როგორ უთხარი უარი? ედა, ხომ უთხარი უარი? უთხრა ძვირფასო. ედა. ედა რაკენი. წარმოუდგენელია. მართლა წარმოუდგენელია, როგორ შეგეძლო ასეთი შეცდომის დაშვება. ცდილობდი მეთქვა ბატონი ფიქრეთისთვის, რომ ვერ შევძლებთ, მაგრამ ვერ შევძელი, როცა დავინახე, ვუთხარი, რომ ვეცდებით, რა იყო? სახლის დეკორის 120 პუნქტია შესასრულებელი 24 საათში. ინგინმა და ფირილმა ითხრას, რომ ვერ მოვასწრებთ. რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება? ყველაფერი ცუდად არის. ახლა კატასტროფას ვაკვირდებით, ხომ? ჭუბობენ. ფიქრობ იქიდან მხოლოდ ერთი კაცი გამავა, სხვანაირად არ გამავა. ან ერთი სხეული და 2 თავი, ასე მგონია. ანუ 4 თვალი და 4 ფეხი. ო, ალბათ ასე იქნება. უცნაური ამბები ხდება. ბატონი ფიქრეთი რომ გენახა, მიხვდებოდი მართალი რომ ვარ. რა შეხარ მართალი? გესმის როგორ შემარცვენე? სასწორზე ჩემი კარიერა დადე. იქნება ეს კარიერაზე მნიშვნელოვანია. მისმინე, შენ უბრალოდ ასისტენტი ხარ, გასაგებია, გაიგე ეს. ამიტომ არ შეიძლება დამოუკიდებლად მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვიცი, მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაციაა. მაშინ ახლა დაურეკავ ბატონ ფიქრეთს. ბუდის მოუხდი და ეტყვი, რომ ამ პროექტის მომზადებას ვერ მოვასწრებთ. არა, ამას არ გავაკეთებ. შენ არ იცი, როგორ ძალიან ეწყინება ბატონ ფიქრეთს. ამას თავისი ცოლის გამოაკეთებს. მართული დაავადება გადალახა. ეს მომღერალი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მომისმენ, გამიგებ. მართლა? იმიტომ რომ შენი არ მესმის. შენი საერთოდ არ მესმის, წარმოუდგენელი ხარ. ბატონი ფიქრეთი და მისი მეუღლე დაიმედე. როგორ აუხსნი მათ, რომ ეგ პროექტი ვერ მომზადდება? იფიქრე ამაზე. მის ცოლს 1000 ჯერ უფრო აწყენინებ. ამაზე იფიქრე?